ჩვენ ვართ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის მიჯნაზე გადამავალ პერიოდში და ადამიანები აუცილებლად დაკარგავენ სამსახურებს, აუცილებლად შეიქმნება ახალი სამსახურები, ახალი სფეროები და მათ ჩაანაცვლეს არა ხელოვნური ინტელექტი, არამედ ის ადამიანები ჩაანაცვლებენ, ვინც ხელოვნური ინტელექტის უნარებით იქნება აღჭურვილი. ახალი პროექტის ფარგლებში დღეს გქონდა მორიგი შეხვედრა. ჩვენ ვცდილობთ, რომ საზოგადოებრივად აქტიურ ჯგუფებს ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციების მარტივად მოხმარება შევასწავლოთ. ჩვენ მომდევნო 2 თვის განმავლობაში გვექნება ინტენსიურად ტრენინგები და ვეცდებით, რომ საბაზისო დონეზე გავუღრმავთ ცოდნა ამ ადამიანებს ისეთ საკითხებზე, როგორც ახსენე ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება და ასე შემდეგ. ერთი კითხვა მაქვს. ფასიანსა და უფროსებს შორის დიდი სხვაობა ინტელექტში. როდესაც ვხედავთ, რომ გარკვეულ ნაწილს დღეს საქართველოში არ აქვს ამაზე ინფორმაცია, ძალიან რთული არის ფეხი აუწყოთ გლობალურ გამოწვევებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანი არის AI კურსის გავლა კი არა, ანუ არა მარტო გავლა, არამედ შესწავლაც და ამ ყველაფრის კარგად განალიზება, იმიტომ რომ სამყარო უფრო მეტად ვითარდება, უფრო მეტი გამოწვევებია და შესაბამისად უნდა დავუხვდეთ ამ გამოწვევებს კარგად. აი ახლა როგორც თქვენი საუბარი და მივხვდი იძულებული ვარ ვისწავლო, იმიტომ რომ მომავალში მუშაობ. მიხარია რომ ქართული მედია ჯგუფის ორგანიზებით ხდება ეს პროექტის წარმართვა, რადგანაც დღევანდელი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ჩემი აზრით უნდა გააქტიურდეს მედია საშუალებები და AI-ს რაც შეეხება, ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ჩვენთვის და უნდა მოვახდინოთ ამ ინოვაციისა და გამოწვევის აღქმა, შესწავლა, რადგან ავყვეთ ამ განვითარების ნაბიჯებს.